სანამ გაღიზიანდები და ბრაზი და გახრჩობს, დაფიქრდი. გოგონამ თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა და შემდეგი ფრენის მოლოდინში თავშესაქცევად წიგნი და ორცხობილა იყიდა. ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მამაკაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ორცხობილის პაკეტი მაგიდაზე იდო. გოგონამ ერთი ორცხობილა აიღო პაკეტიდან. მამაკაცმაც აიღო ერთი ცალი. გოგონა გააღიზიანა კაცის ამგვარმა საქციელმა, მაგრამ არაფერი უთქვამს და კითხვა განაგრძო. ყოველ ჯერზე, როცა ორცხობილას იღებდა, მამაკაციც იღებდა თითოს. გოგონა ძალიან გაბრაზდა, მაგრამ არ უნდოდა ხალხით სავსე აეროპორტში სკანდალი მოეწყო. როცა უკანასკნელი ორცხობილა დარჩა, მან გაიფიქრა. საინტერესოა რა სიზამს ეს თავხედი. კაცმა თითქოს მისი ფიქრები წაიკითხა. აიღო ორცხობილა, შუაზე გატეხა და ნახევარი გაუწოდა, ისე რომ არც კი შეუხედავს მისთვის. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. გოგონამ ვეღარ გაუძლო. ადგა მოაგროვა ნივთები და წავიდა. მოგვიანებით, როცა თვითმფრინავში ჩაჯდა, ჩანთაში ჩაიხედა სათვალის მოსაძებნად და იქ გაუხსნელი ორცხობილის პაკეტი დახვდა. უცებ გაახსენდა, რომ ყიდვის შემდეგ ორცხობილა ჩანთაში ჩადო, ხოლო ადამიანი, რომელსაც თავხედად თვლიდა, საკუთარ ორცხობილას უნაწილებდა ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე. გოგონას ძალიან შერცვა. საშუალება არ ჰქონდა დანაშაული გამოესყიდა. სანამ გაბრაზდებოდეთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენ ხართ დამნაშავე.